სექტემბერი იწყება და ადამიანებს ელემენტარული შესაძლებლობა არ აქვს საკუთარი შვილები სკოლებში გაუშვან, ერთი წყვილი ფეხსაცმელი უყიდონ, შარვალი უყიდონ და ამასობაში დედაქალაქის მერი რომ ქვია, წალენჯიხაში ჩადის იმ რაიონში, ესე ვთქვათ, იმ ქალაქში, სადაც ხალხი, ესე იგი, ხორცს თვიდან თვემდე ვერ ჭამს და ადამიანების დიდ უმრავლესობას პურის ფქვილი გამოაქვს განვადებით. თავად დადის ფერარით 1 მილიონიანი ავტომობილით გადაადგილდება და ამას აჩვენებს ხალხს. ამასობაში ეგრეთ წოდებული კვადროციკლები დასეირნობენ, რომელთა ჯამური ღირებულება არის 300,000 ლარი. მინიმუმ რაღაცა შორტი, ეგრეთ წოდებული ტრუსი აცვია, რომელიც 1000 ლარის ღირებულებისაა და იპრანჭება, დაიარება, ხალხის გაჭირება არაფრად უღირს ამ კაცს. ცოტა მართლა მძიმე საყურებელი ხო არ არის ის, რასაც აკეთებენ. თან სხვათა შორის დააკვირდით, ერთი მუშა, გლეხი, ადგილობრივი ადამიანი არ ხვდება კადრში, იმიტომ რომ ეს ლაქშერი ვიდეო უნდა იყოს. უნდა იყოს, რომ ყველა მდიდრულია, ყველაფერი მდიდრული მოჩანს იქ და შესაბამისად გაჭირებული კაცის ადგილი მის ვიდეოებში არ არის. გაჭირებული ადგილობრივის ადგილი მის ვიდეოში არ მოხვდა. ეს არის აბსოლუტური გარეწრობა. ეს არის ძალიან მძიმე დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქის მიმართ. ამიტომაც მნიშვნელოვანია 4 ოქტომბერს ყველანი ერთად შევიკრიბოთ და ეს კრიმინალური ბანდა